სანამ მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე გაემგზავრება საქართველოს მთავრობის მეთაური შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას გამოთქვამს. ირაკლი კობახიძე, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, ამბობს, რომ დადგა დრო მხარეებს შორის საერთო მიზნებზე გათვლილი ერთგვარი გზამკვლევი შემუშავდეს. მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო გადავწვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე 2 დღით ადრე მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება. სწორედ ირანის სულიერი ლიდერი იყო ის მთავარი სამიზნე, რომელიც ამერიკულმა საჰაერო ძალებმა ირანში ომის დაწყების შემდეგ გაანეიტრალეს. ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ არასერიოზულია ერთი ხელით ამერიკას პარტნიორობის აღდგენას თხოვდე. ამავე დროს კი ირანში ამერიკის მიერ ტერორისტად გამოცხადებულ ალი ხამენეის ხსოვნას პატივს მიაგებდე. ძალიან რთული ამაზე საუბარი უშუალოდ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე, როდესაც ერთი მხრივ აქტიური საუბარი მიდის ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილზე, ხოლო მეორე მხრივ საქართველოსთან მაღალი დონის დელეგაცია აპირებს ირანში გასვენებაში ჩასვლას, ხო ეს ორი ფაქტი ფაქტობრივად ერთმანეთის საწინააღმდეგო არის. ამაზე არაკომპეტენტური და უღირსი ადამიანი და პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანას არ ყოლია. წარმოუდგენელია რის გადატვირთვაზე უნდა ვილაპარაკოს ადამიანმა, რომელიც ალიევის ვიზიტის დროს კუთხეში იყო მიყენებული. ახლა ვინ ეკითხება ირაკლი კობახიძეს ამ ქვეყანაში, რომ რაღაცა გადაიტვირთება თუ არა. იმ ფონზე როდესაც საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მიემგზავრება თეირანში, ეგრეთ წოდებული პრემიერი საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვაზე, რაც აჩვენებს იმ პოლიტიკური სიბეცის და მე ვთქვი პოლიტიკური შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებას, რომელსაც ახლა გვაქვს ქართული ოცნება. მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვებს ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობას უკავშირებს ქართული ოცნება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა საქმე რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ტრადიციულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ეხება, საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური გონიერება მართებს. რასაკვირველი არსებობს რეგიონალური ინტერესები, რასაკვირველი არსებობს თუნდაც აი ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობარი სასომხეთი ავიღოთ. ვისა ვინ ამოიღო ხმა ზოგადად რომ მათ აქვთ ესეთი ურთიერთობის სურვილი. ხილად უნდა ვიყოთ ყველა შემთხვევაში და რასაკვირველია ის ტრადიციაც უნდა დავიცვათ, რასაც ქვია რეგიონალური ურთიერთობის რაღაც გარკვეული ფორმა, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული საგარეო კურსის არაკანონზომიერებაზე საუბრობს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავი ნაბიჯები დაბალანსებული საგარეო დიპლომატიის მიღმა. უცნაურია ორი ოფიციალური საქართველოს დანახვა, ერთი რომელიც საელჩოში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს, მეორე აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე იმათთან ერთად, ვინც სიკვდილი ამერიკას მღერიან. ორივე ძალიან პრორუსულ ქართული ოცნების პარტიას წარმოადგენს. და მაინც არსებობს თუ არა რესურსი ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონიდან დადებითი სიგნალები მიიღეს, თუმცა მათივე თქმით, ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დასაწყებად ამერიკული მხარისგან უფრო მეტი სურვილის გამოხატვა საჭირო. ძალიან ბევრს აგენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც მათი დავალებების მიმცემს დარწმუნებული ვარ არის სიამოვნად ის რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ მიღებაზე ბრძანდებოდა სიტყვით წარსდგა საზოგადოების წინაშე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ბუნებრივია გახლავთ არა ქაღალდზე არამედ რეალობაში გადასდილი პარტნიორული ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობის გავრცელება. ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ შტატებს იმ ნაბიჯების განმარტებას თხოვა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ურთიერთობა გაუმჯობესდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ მსგავს თხოვნას ადგილი არ ჰქონია.